მე 2 დღის წინ დავბრუნდი ბათუმში, თბილისში ვიყავი და რამდენჯერაც არ უნდა ყოფილიყო ეს უკან დაბრუნება, ყოველთვის მიხაროდა და პირველი შემთხვევა იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ შემოვედი და არ გამიხარდა საერთოდ ამ ქალაქში შემოსვლა. ის რაც მოხდა ამ ქალაქში. 205-205 და დარგინა პროკურორის შრომისმოყოლება დაკმაყოფილდეს ბრალდებული ზიანობლობის მიმართ დაფოთის ხონისძიებისაკენ გამოყენებული იქნეს პატიმრობა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ისევ დავბრუნდით რაღაცა 30 წლის უკან ბრუნდებით, რაღაცა აი რა არ შეიძლება ამის დაშვება ადამიანებმა, ამ თანამედროვეობაში მცხოვრებმა ადამიანებმა არ უნდა დაუშვათ, რომ ამ ქვეყანამ რაღაცა აი ეს მონაპოვარი დაკარგოს. მე ვარ ეთერ თურაძე, მე ვარ ბათუმელებისთან ეტგაზეთის ჟურნალისტი. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ზია ამაღლობელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. მე დღეს მხოლოდ ამაზე ვმუშაობ. ემოციურ რაღაცებზე თითქმის ვერ ვფიქრობ, რაღაცა პირადი ემოციები თითქმის აღარ მაქვს არაფერზე. არ ვიცი, ძირითადად ვფიქრობ იმაზე, რა გავაკეთოთ, როგორ ვიმუშაოთ, ძალიან ფრაგმენტულად მოდის, რომ ინფორმაცია ტვინში რომ არ არის აქ.